დიმიტრი უზნაძე ძლივს გადაურჩა რეპრესიებს, რადგან თვითონ აი ეს განწყობის თეორიაც არამატერიალისტური თეორია და იყო ბრძოლა მოსკოვიდან კომისიების და საქართველოს ინტელექტუალები იმ დროის ისე შეიკრენ, რომ დაიცვეს და დასახურეტადაც მიაკითხეს ერთხელ სახში, როგორც ვიცი, და მას ურჩიეს, რომ დაეტოვებინა სახლი და ასე გადაურჩა პიროვნულადაც. დიმიტრი უზნაძემ აი ეს ფსიქოლოგიის მიმართულებით სწავლა გააგრძელა, მანამდე, ესე იგი, ფილოსოფიით იყო უფრო დაინტერესებული და მერე სრულიად ახალი ეპოქა იწყება, როდესაც საქართველოში თბილისის უნივერსიტეტს აარსებს ივანე ჯავახიშვილი და დიმიტრი უზნაძე ჯერ უნივერსიტეტში და მერე 1953 წელს წარმოიდგინეთ ომის დროს აარსებს ფსიქოლოგიის ინსტიტუტს, კვლევით ინსტიტუტს. ფაქტიურად მერე განწყობის თეორია სწორედ აი ამ სკოლამ, ასე ვთქვათ, შვა. ივანე ჯავახიშვილივით გარდაიცვალა ის ფსიქოლოგიის ინსტიტუტში 4 შაბათ დღეს, როდესაც მოხსენებას აკეთებდა და დაემართა სისხლის შაქცევა. გარდაიცვალა ეს ტრიბუნაზე, განწყობის თემაზე საუბრობდა მის კოლეგებთან. თუ მეომარი გარდაიცვლება ხოლმე ბრძოლის ველზე, ის აი თავის ბრძოლის ველზე გარდაიცვალა.